ევროპის დღეს აქციებით და მარშებით აღნიშნავენ თბილისში ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდამჭერებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ევროპის მოედანზე არიან შეკრებილები. მანამდე კი იყო ფეხით მსვლელობები რამდენიმე ადგილიდან. საქართველოს ირჩევს ევროკავშირს, ჩვენი ძალა ევროპაშია. ამ ლოზუნგებით მიმდინარეობს აქცია, რომლის მთავარ მიზნად მონაწილეები ევროკავშირში ინტეგრაციის გაგრძელებას და ხალხის ისტორიული არჩევანის კიდევ ერთხელ დემონსტრირებას ასახელებენ. ადგილზე შეკრებილთა აზრით 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კონსტიტუცია დაარღვია და ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. ევროკავშირში გაწევრიანების და ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარების გზა დღევანდელი მარშების ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის არსებული ხელისუფლების შეცვლაზე გადის. შალვა სუმბაძეს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში აქციიდან. შალვა, დაიწყო თუ არა გამოსვლები, რა განცხადებები კეთდება ადგილზე? ყველა მსვლელობა უკვე შეიკრიბა ევროპის მოედანზე, სადაც მოწყობილია სპეციალური სცენა, ხმის გამაძლიერებლები და უკვე ამ ხმის გამაძლიერებლებით აქტივისტები, აქციის მონაწილეები მიმართავენ აქ შეკრებილ საზოგადოებას მთავარი მოთხოვნებით. ერთის მხრივ მთავარი მესიჯი არის, რომ საქართველოს არის ევროკავშირის უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს უალტერნატივია. მეორეს მხრივ კი ისინი განიხილავენ იმ ასე ვთქვათ გზებს, რომლითაც უნდა მოხდეს ამ კონკრეტული მიზნის მიღწევა და ამ სცენიდან ჟღერდება ის მოწოდებები, ის გზავნილები და მოთხოვნები, რომელიც 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ გვესმის, მათ შორის დღეს სცენაზე იმყოფებოდნენ აქციების დროს დაკავებულთა მშობლებიც, რომლებიც ითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას და ასევე არჩევნების ჩატარებას. მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იმყოფებიან თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყეს შეკრება. ჯამში 3 ლოკაცია იყო მთავარი ის ლოკაციები, საიდანაც მსვლელობები დაიწყო, ეს იყოავლაბრის მეტროს ტერიტორია, ასევე რესპუბლიკის მოედანი და მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. ახლა, როგორც გითხარით, ისინი უკვე არიან ევროპის მოედანზე, საიდანაც აჟღერებენ ხმის გამაძლიერებლით საკუთარ მოწოდებებს. თავარი სათქმელია ის, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ჩვენი თაობების ვალდებულებაა, რომ ეს არჩევანი ახსრულდეს, ეს ნება ქართული ხალხის ახსრულდეს და სურვილი ჩვენი მომავალი თაობების ახსრულდეს. ჩვენი სახლი არის ევროპა. დღევანდელი დღე და ამ ადამიანების აქ ყოფნა არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ქართული ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს და საქართველოს ევროპული გზა ივანიშვილით ნამდვილად არ დასრულდება. ის მივა ბოლომდე და მივა ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებამდე. როგორც გითხარით, 3 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყო არასამთავრობოების და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული მსვლელობები, რომლებიც მარჯვენა სანაპიროზე გადაიკვეთა და სწორედ ამ დროს, როდესაც ამ აქციების შეერთება ხდებოდა, გარკვეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეთა ნაწილი ერთი მსვლელობის და მეორე მსვლელობის ვერ თანხმდებოდნენ იმაში, უნდა ყოფილიყო თუ არა გაჟღერებული ყოფილი პრეზიდენტის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნა. სწორედ ამას მოყვა აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება. ერთნი ამბობდნენ, რომ ისიც არის პოლიტპატიმარი და უნდა იყოს თავისუფალი, ხოლო მეორეები ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნის დრო ამ აქციაზე არ არის და ეს მოწოდებები უნდა შეწყვეტილიყო, რასაც დაპირისპირება მოყვა მხარეებს შორის.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც ვითარების ესკალაციის თავიდან ასარიდებლად რამდენიმე პირი ტერიტორიიდან განარიდეს, რათა ვითარება დამშვიდებული იყო და მსვლელობა გაგრძელებულიყო, მათ მოწყობილი ჰქონდათ კორდონი სანაპიროზე, რათა თავისუფლად მომხდარიყო გადაადგილება, ასე ვთქვათ, კონკრეტული წერტილებიდან საბოლოოდ ევროპის მოედნამდე. როგორც გითხარით, ახლა უკვე აქციის ყველა მონაწილე იმყოფება ევროპის მოედანზე, სადაც ახლახანს დაიწყო სიმღერა, კონცერტი, ამის შემდეგ კი ისინი გადაადგილებას გეგმავენ უკვე პარლამენტის მიმართულებით. მადლობა, შალვა სუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ევროპის მოედნიდან.